მოგესალმებით მეგობრებო. დავამთავრე საფრანგეთში ემიგრანტებთან შეხვედრა. დავიძარი ბრიუსელისკენ. რო თქვა რომ ბოლომდე ყოფილი ვარ, ნამდვილად არა ვარ, მაგრამ ასე თუ ისე რაც მქონდა ფუნქცია, რაც მქონდა მიზანი შევასრულე. ათასობით ემიგრანტი გავიცანი ორლიანში, სტრასბურგში, პარიზში, ლილეში. და ასე თუ ისე ვესაუბრე, გავიგე მათი პრობლემები, მათი სიხარული. და მინდა გითხრათ ერთი რამ, რომ ამ საუბრებით დავწუნდი ერთ რამეში. დავწუნდი ერთ რამეში, რომ და გავიგე ერთი რამე და ეს ისედაც ვიცოდი თუ რა მძიმე პირობებში რა შრომითა და ბრძოლით და წვალებით უხდებათ ქართველ ემიგრანტებს, რომ დაფუძნდნენ იმ ქვეყანაში, სადაც ჩადიან, კონკრეტულ შემთხვევაში ავიღოთ საფრანგეთი და რამდენი ბრძოლა და წვალება უწევთ ამის სათნის. და როდესაც რაღაცას მიაღწევ ამ დიდი ბრძოლის შემდეგ, რასაც თვეები არ ყოფილი, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება 5 და 6 წელი იბრძოდე, რომ ოდნავ ფეხი მიიდგა საფრანგეთში, იქნება ეს გერმანია, იქნება ბელგია თუ დანია თუ ჰოლანდია თუ ასე შემდეგ. წყლობით გიწევს ამის წვალება და როცა ამას მოვაწყობ, შვილები უკვე სკოლაში დადიან, იზრდებიან ასე თუ ისე ფრანგული წესით, ერთმანეთში ურთიერთობენ ფრანგული ენით, მშობლებთან რა თქმა უნდა ქართულად, მაგრამ ერთმანეთში ურთიერთობენ ფრანგულით. ხო, მათთვის იმის თქმა, რომ ახლა დაბრუნდით საქართველოში, ამდენი წვალება გადადები გვერდზე და ახლა საქართველოში, სადაც კიდევ არაფერი არ დაგჭა, დაიწყე ახალი წვალება და აიწვე იქ ხელახლა ცხოვრება, მით უმეტეს ასეთ პირობებში. არის წარმოუდგენელი და კიდევ ერთხელ დავწუნდი, რომ ემიგრაციის ის ნაწილი, რომელსაც ასე თუ ისე ამდენი ბრძოლის შემდეგ მოწყობილი აქვს ცხოვრება საფრანგეთი, იქნება ეს თუ გერმანია, მათი უკან დაბრუნების შანსი არის თითქმის 0-ის ტოლი. მე ამაში უამრავ ემიგრანტთან საუბარმა დამარცხუნა რა. არ ვიცი, აღმოსავლობაში შეიძლება თვითონ ჩამოვიდნენ, მაგრამ შვილები რომ იქეთ ჩამოსვლელები უკვე არ არიან. ამას თუ მინდა ისტორია ამბობს 21 წლის ემიგრაციის შვილები არანაკლებ პატრიოტულად ზრდიან, ის ქართველებიც პატრიოტულად ზრდიან, მაგრამ უკან დაბრუნებული ახლა ერთ სალომეც სკარდა არ მინახია, მგონი არავინ. იშვიათად. და სალომეც ვიტო დაბრუნდა, მინისტრად დანიშნა, მიშამთო ან დაბრუნდებოდა ან არა ისე. ეს ჩვენში რო დარჩეს, თუნდაც ეწყინოს ახლა ეს საუბარი, თუნდაც არ ეწყინოს. ამიტომ მე ამით ერთი რამის თქმა მინდა. ემიგრაციაში უამრავ ისე ერთი რამის თქმა ნამდვილად შეიძლება, ცოტა სხვაობა არის ფრანგულ, ბელგიურ და ჩრდილოეთ ქვეყნების ემიგრანტებს შორის, სადაც ემიგრანტებს ბარდები სახელმწიფო ზრუნავშენზე და მე სახელმწიფო გიწყობს ხერს დაფუძნებაში, საქმის საწყობაში და სხვა ემიგრაცია, სხვა გაწყობებია. მარტო ჩამოსული თქვათ იტალიაში, საბერძნეთში სამუშაოდ, რომელსაც ოჯახები უკან ყავთ. სხვა განწყობებია, ისე ამას იტალიაში რო გადავალ კიდევ ერთხელ ვაპირებ, მაშინ უკეთესად შევისწავლი. და სხვა განწყობებია, ვინც ოჯახითაა აქ დაფუძნებული და შვილებს დიან და შვილები ფრანგულ სკოლაში დადიან, ფრანგული სულში დადიან, ფრანგული სამუშაო აქვთ. მინდა ერთი რამ თქვა, თუ გიჩვენ არ შევძელით ამ წუთას ამ ხელისუფლების ცვლილება. მაშინ ემიგრაციის ტალღა ეს იქნება კატასტროფული
ჩვენი ქვეყნიდან და ახლა ემიგრაცია იქნება სულ ახალგაზრდობა, რაც უკვე დაწყებულია, ის ახალგაზრდობა, რომელმაც ქვეყანა უნდა ჩაიბარონ, რომელიც უნდა დემოგრაფიული პრობლემები უნდა გადაჭრან, რომელიც უნდა გამრავდნენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ის ახალგაზრდობა წამოვა ახლა. ენერგიულები, მებრძოლები, განათლებულები. და ისედაც უკვე გაერო შეყვანილი ყავს საქართველოს მომაკვდავ ერთას სიაში და ისედაც ყავს უკვე შეყვანილი, ანუ რო ვთქვა, წითელ წიგნში ვარ შეყვანილი და ახლა ის ტალღა რაც უკვე ემუქრება ჩვენ ქვეყანას და ის ადამიანების შემოსვა, იმ რაოდენობის ადამიანები, რაც ემუქრება საქართველოს და ყოველნაირ დაუცველი საზღვრებიდან გამომდინარე და სახელმწიფოდან ყოველგვარი დაცვის გარეშე ეს ქვეყანა გადაშენდება. აი შეიძლება საქართველოს გიოდეს მაგ ქვეყანას, მაგრამ აქ ქართველი დომინანტი არ იქნება და ქართველი ხელისუფლება არ იქნება. ამაში მე დარწმუნებული ვარ და ეს იქნება ძალიან მალე. თან ამას არ მოუნდება 20 წელი და 30 წელი. ეს 10 წელიწადში უკვე ასე იქნება საქართველოში. თუ ეს პროცესი არ შეჩერდა, მითო კიდევ ერთხელ ვამბობ. უკან დამბრუნებელი ემიგრაციიდან 90% არ არის. ახლა კიდე ეწყინოს ეს ზოგიერთი ურა ემიგრანტს, ურა პატრიოტ ემიგრანტს, რომელიც რაღაცებს მიმტკიცებს და კიდე არ ეწყინოს. აგინდა არ ეწყინოს, მე ვამბობ ჩემს. და ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა მოუწოდო ყველა ადამიანს, ვინც საქართველოშია და ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა არის კატასტროფის წინაშე. კარგად გააცნობიეროს ეს, რასაც მე ვლაპარაკობ ამ წუთას, კარგად გააცნობიეროს და იმის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება. ბრძოლა უნდა გააგრძელონ თუ არ უნდა გააგრძელონ. მე ვთვლი, ვისაც ამ ქვეყნის გადარჩენა გვინდა, უნდა ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე, ხელისუფლების მოცილებამდე და იმ სიტუაციის შესაქმნელად, როცა ახალგაზრდობა დარჩება თავის ქვეყანაში და თავის ქვეყანაში მოახერხებს თვით რეალიზებას. მადლობთ ყურადღებისათვის.